Țamărgaliși, mă una pili pargaliși. Ჩვენ გადაშლილია ძირძველი ქართული კოლხური ქალაქის პანორამა. ნოქალაქები. დღეს ასე ეწოდება ამ სოფელს და ამ ნანგრევებს, მაგრამ მისი ისტორია იწყება ჯერ კიდევ წინაქრისტიანული პერიოდიდან. ნოქალაქები ბიზანტიურ წყაროებში და უფრო ადრე კიდე ბერძნულ წყაროებში მოიხსენიება როგორც არქეოპოლისი, ანუ ძველი ქალაქი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ქუჯიერის თავთერისთავმა მას ჩაუყარა საფუძველი და აშენა აქ ეგრისის სამეფოს დიდი დედაქალაქი, ეს იყო მეოთხე საუკუნე ჩვენ წელთაღრიცხვამდე, აქ უკვე არსებულა ქალაქი და იმ გათხრებმა, რომელიც წლების განმავლობაში აწარმოებენ ქართველი მეცნიერები, დაამტკიცა, რომ აქ ბრინჯაოს ხანის არტეფაქტებიც არის აღმოჩენილი. მუზეუმის ნივთადი ფონდის გამდიდრების ერთადერთ წყაროს სწორედ ის საერთაშორისო ქართულ-ინგლისური ექსპედიცია წარმოადგენს, რომელშიც დიდი ბრიტანეთის კემბრიჯის, ოქსფორდის, ბრედფორდის, საუთჰემპტონის უნივერსიტეტები და ინსტიტუტები არიან ჩართულები. სწორედ მათი დაფინანსებით მუშაობს ექსპედიცია და მოპოვებული მასალის უდიდესი უმრავლესობა სწორედ ამ მუზეუმში იდებს ბინას. არქეოლოგია საინტერესო დარგია იმ თვალსაზრისით, რომ ის ყოველთვის არის მოულოდნელობებით აღსავსე. ვნახოთ, რას მოგწევს მომავალი წლები ამ თვალსაზრისით, მაგრამ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაქალაქარის ქრონოლოგია მეორე 1000 წლეულის ბოლოდან იწყება და სადღაც ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნემდე, როგორც დედაქალაქი, ის ამთავრებს თავის ისტორიას. შევდივართ ჩვენ ეხლა აი ამ ძველი ქართული ქალაქის თავარ ჭიშკარში. მას ყოველთვის აღნიშნავდნენ ისტორიკოსები, უცხოელი ისტორიკოსები, როგორც სამზღუდა ქალაქად. მაგრამ სანამ არქეოლოგებმა არ ჩაატარეს გათხრები და არ აღმოჩნდა სინამდვილეში არსებული ეს სამი კედელი, რომელიც იცავდა ქალაქს, მანამ მაშინ იყო უკვე აბსოლუტურად დადასტურება იმისა, რომ ეს ქალაქი, ეს ანტიკური ქალაქი იყო ნამდვილად არქეოპოლისი. თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებამ და აღმოჩენილმა არტეფაქტებმა ბრწყინვალედ დაადასტურა ის ვარაუდი, რომ ეგრისის სამეფო დედაქალაქი იყო უდიდესი ქალაქი, განვითარებული აბსოლუტურად იმდროინდელი ცივილიზაციის ყველა მოთხოვნით. აქ აღმოჩენილი არის სამეფო პალატები, აღმოჩენილია შესანიშნავი აბანოები, სავაჭრო ქულბაქები და თვითონ კედლები, ქალაქის დაცვის კედლები, ვინც კი ნახავს მას და დააკვირდება, ეს არის იმდროინდელი უმაღლესი ფორტიფიკაციის შესანიშნავი განსახიერება. ეხლა ჩვენ შევდივართ ქალაქის კომუნიკაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორთან, ეს არის ქალაქის პორტი. თანამედროვე გაგებით მას შეიძლება პორტი უწოდოთ. თუმცა ეს იყო საიდუმლო ჩასასვლელი მდინარეზე, რომელიც აბსოლუტურად შერწყმულია ბუნებასთან და წარმოუდგენელია მისი შორიდან ნახვა თუ არ იცი რომ ეს არსებობს. აქედან ქალაქი მარაგდებოდა წყლით და აქ შემოდიოდა ყოველგვარი ტვირთი. 80-იან წლებში ბატონი ტიმცევერინი როცა მოგზაურობდა და მან დაამტკიცა, გაიარა ის გზა, რომელიც თავის დროზე გაიარეს არგონავტებმა, მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაემტკიცებინა, რომ ეს მართლაც რეალობა იყო და ის მოადგა აქაურობას და ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს ქალაქი, მისი ყველა კომუნიკაცია იყო მზად იმისათვის, რომ ის ურთიერთობა, რომელიც იყო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, მას უნდა გაევლო ეგრისის სამეფო დედაქალაქი და ეხლა ჩვენ ნახავთ, ჩავალთ თუ როგორ არის ეს ამოსასვლელი ბუნებასთან შერწყმული.
აი, მივყვებით ამ კიბეებს, ამ 1000-ლოვან კიბეებს და უნდა წარმოვიდგინოთ თუ რამდენი თაობა, სტუმარი თუ მას პინძელი ჩადიოდა, ამოდიოდა, ამარაგებდა ქალაქს, ცხოვრობდა ქალაქი და სამწუხაროდ უნდა ვთქვათ, რომ ეგრისის დედაქალაქმა შეწყვიტა ურთიერთობა მერვე საუკუნეში როგორც ქალაქმა. მაშინ როცა მას მოადგა მურვან-ყრუ და მიწასთან გაასწორა ეს აყვავებული კოლხეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი. მე-19 საუკუნის 60-იანი წლებისათვის დღევანდელი სენაკის ვაკე ძირითადად დაუსახლებელი იყო და კორომებს, ბუჩქნარსა და დაუმუშავებელ სავარგულებს ეკავა. მოსახლეობა კი უხსოვარი დროიდან ჩრდილო ნაწილში ეკის მთის სამხრეთ კალთებზე ესახა. ეს გორაკები ოდითგანვე საგვარეულო სამოსახლოებად იყო დანაწილებული. საწულეისკირო, სახარბედიო, საკაჩიბაიო, საკალანდარაშვილო და სხვა უბან სოფლებად იწოდებოდა. ამჟამინდელი ქალაქის ძირითადი ნაწილი დღევანდელი აკაკი ხვარავას ქუჩიდან მენჯის ჩათვლით სოფელ თეკლაც მიეკუთვნებოდა. აღმოსავლეთით მას შხეფი და ახალხორიანი ბატონიშვილი დადიანების სამოსახლო ესაზღვრებოდა. სამხრეთით სოფლები ძონძირი, ისულა, ნატო-ჩაო. ახალსენაკის, როგორც სამაზრო ქალაქის დაარსება, მჭიდროდ არის დაკავშირებული ამიერკავკასიაში რკინიგზის გაყვანასთან. 1867 წელს სანქტ-პეტერბურგში ალექსანდრე მეორის ინგლისელმა მრეწველებმა უილიამ სპარკინსმა და გრედერ ბრაუერმა ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობის პროექტი წარუდგინეს. ამ ჩანაფიქრით შავი და კასპიის ზღვების აუზები უნდა გაერთიანებულიყო. ხოლო ამიერკავკასიის განაპირა გუბერნიები იმპერიის ცენტრს უმოკლესი გზით დაკავშირებოდა. იმპერატორს პროექტი იმდენად მოეწონა, რომ იგი დაუყოვნებლივ დაამტკიცა და მშენებლობაც იმ წელსვე დაიწყო. მშენებლებმა უპირველესად სადგურის გასაშენებელი ჭაობიანი ადგილები ხრეშით ამოავსეს, ხოლო მდინარე ფიცუ ხელოვნური არხით სამხრეთისაკენ მიმართეს. რკინიგზის სადგურმა ახალსენაკის ადმინისტრაციულ ცენტრად გადაქცევა განაპირობა. მაზრის მმართველობა თავისი კანცელარიით და არქივით აქეთ გადმოვიდა. გაყვანილი იქნა განიერი ქუჩები, სახელმწიფო დაწესებულებათა მოსათავსებლად აშენდა შესაფერისი შენობები, ამუშავდა ხაზინა, პოსტა ტელეგრაფი, სასამართლო, სანოტარო კანტორა, აფთიაკი, საექიმო პუნქტი, საპატიმრო. ასეთმა ცვლილებებმა კი მოსახლეობა მიიზიდა. გაიხსნა სავაჭრო დუქნები და სასტუმროები, დაწესდა ბაზრობა. 1870 წელს ქალაქის ტიპის ამ დასახლებას ოფიციალურად ეწოდა დაბა ახალსენაკი. უმოკლეს დროში იგი მთელი სამეგრელოსათვის ვაჭრობისა და აღებმიცემობის უმნიშვნელოვანეს ადგილად იქცა. ერთი წლის შემდეგ 1871 წლის 14 აგვისტოს ახალსენაკის სადგურში ფოთიდან ყვირილამდე მიმავალი პირველი მატარებელიც ჩამოდგა. ორთქმავლის ხმამ გაუწებულ და ხტაცებულ საზოგადოებას ახალი დროის დადგომა ამცნო. გარდაუვალი წესია. ერთი თაობა მიდის, მეორე მოდის. ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუ კი ხალხმა ზურგი არ შეაქცია. ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის. ეს სიტყვები სენაკის რაიონის პატარა სოფელ საჩიკობაოში დაბადებულ დიდ ენათმეცნიერს, არნოლდ ჩიკობავას ეკუთვნის. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით კავკასიურ ენათა განყოფილება ჩამოყალიბდა და დაიწყო ის საქმე, რომელიც მანამდე არავის გაუკეთებია. კავკასიური ენების სამეცნიერო კვლევა. შეიქმნა სკოლა, რომელმაც ჩრდილო კავკასიის სამეცნიერო ცენტრებისთვის მრავალი სპეციალისტი მოამზადა. დიდ ცოდნასთან ერთად კავკასიელებს ერთმანეთის სიყვარულსა და თანადგომასაც ასწავლიდა, რისთვისაც კავკასიის დიდი პატრიარქი შეარქვეს. საფუძველი ჩაუყარა ქართული ენათმეცნიერების ინსტიტუტს. მის მიერ შემუშავებული პრინციპი დაედო საფუძვლად ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის შექმნას. ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა და დიდი ბრიტანეთის სამეფო აკადემიის წევრმა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. უანგაროდ ეხმარებოდა ყველა კავკასიელ სტუდენტს. მშობლიურ სოფელში, საჩიკობაოში დღესაც დგას მეგრული ოდა, სახლი, სადაც დაიბადა ქართული და კავკასიური ენების დიდი მოძღვარი, არნოლდ ჩიკობავა.
სოფელ ექში შეძლებული მღვდლის ოჯახში დიდი ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი და კრიტიკოსი ვალერიან გუნია დაიბადა. კარგი განათლება მიიღო. მოსკოვში სწავლისას თეატრალურ წრეებს დაუახლოვდა. სამშობლოში დაბრუნებული ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობით გამოვიდა პირველად სცენაზე. შესანიშნავი გარეგნობა, პლასტიკა და ხმა მაყურებელზე მომაჯადოებლად მოქმედებდა. აღზარდა მსახიობების მთელი თაობა, თარგმნიდა პიესებს, წერდა ლიბრეტოებს, ხელმძღვანელობდა რამდენიმე თეატრს. მისი სახლი არ შემორჩა ექს. ერთ პატარა ისტორიულ სოფელს, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს მომხიბლავია. ახლა გაზაფხულის პირს განსაკუთრებით ლამაზია. ისეთი სილბო დაჰკრავს ჰაერს, უნებურად დათა თუთაშხიას ერთი გმირის ნათქვამი გახსენდება. სამეგრელოსა და სამორძაყადოში კიდევა სერზე შედგები. არემარის ფალს მოვლებდა. რაღაცნაირი მოწიწებული ხდები, კაცო! დილობა და თავაზიანობა გწურია ლამის უნაგიდან ჩამოხდე ცხენსა კისერზე მკლავი მოხიო მე პატიო ზურგზე რომ გეჯექიო და ვირინი მოგინდება ლაზათიანი ვირინი ბაბა საგებათა ვთქვი თუ არა მაგრამ ჩვენი საქართველოს სააბრაგო და ყველგან კარგია ექში ამ პატარაო და სახლში დაიბადა თეოფანე დავითაია, ქართველი კლიმატოლოგი, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოში სასოფლო-სამეურნეო, სამხედრო და სამედიცინო კლიმატოლოგიას. პირველმა შეადგინა საქართველოს კლიმატური რუკა. გლობალური დათბობა, პროცესი, რომელიც დღეს აწუხებს მთელ მსოფლიოს, თითქმის 30 წლის წინ განსაზღვრა დიდმა გეოგრაფმა და ეკოლოგმა. სენაკის პატარა სოფელ ექში დაბადებულმა ქართველმა აკადემიკოსმა ჩაუყარა საფუძველი კუბის გეოგრაფიულ სკოლას. ექში დღეს მისი სახლ-მუზეუმია. აქ ინახება მისეული ნივთები, სამეცნიერო გამოცემები, ჟურნალები და ატლასები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სენაკიდან 15 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ექში, უძველეს კოლხურ სოფელში. ვინც დაათვალიერებს აი ამ კომპლექსს, რომელშიც მოთავსებულია იანათლისმცემლის ტაძარი და ნახავს ამ სამხედრო ფორტიფიკაციის უმაღლეს დონეზე აშენებულ ნაგებობებს, ქართულ პალატს. ჩვენ არ ვიცით, ქართულ მეცნიერებს ჯერ არ აქვთ შესწავლილი ეს პალატი სამეფო იყო, საეპისკოპოსო რეზიდენცია იყო თუ რომელიმე დიდი ფეოდალის სასახლე გახდათ, მაგრამ რომ ეს არის ადრეული შუა საუკუნეების შეუსწავლელი ძეგლი, ეს ერთი შეხედვითაც ნათელია. ხელშეუხებელია ეს გარემო არქეოლოგების მიერ. აქ არქეოლოგებს ელოდებათ ქართული სახელმწიფოს ისტორიის ამოუცნობი ფურცლების გადასვლა. დანაშაულად მიმაჩნია, რომ ქვეყანას კონდეს ასეთი საგანძური და ეს არ იყოს შესწავლილი. პალატების ცენტრშია მოქცეული იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო ანსამბლი. შუაში მაცხოვრის კარის ეკლესია, წაშლილი ფრესკებითა და ჩანგრეული სახურავით. მიტროპოლიტ შიოს მცდელობით ტაძარი აღდგენის პროცესშია და განახლებულ ეკლესიაში მალე ღვთისმსახურება ჩატარდება. საკვირველება, სხვა როგორ შეიძლება ამ ბუნების სასწაულის შემკობა, რა სიტყვით შეიძლება ჩვენ შევამკოთ ეს ბუნების სასწაული. ჩვენ ეხლა ვართ სოფელ ხორში, კოლხეთის ერთ-ერთ უძველეს სოფელში. ეს ცაცხვი 1500 წლისაა. გავითავისოთ 1500 წელი. ქართული სახელმწიფოს ისტორიის რამდენი რამ ახსოვს ამ უნიკალური ცაცხვის ხეს. 70-იან წლებში ეს ცაცხვის ხე მოინახულა ადგილობრივი მკვიდრის ბატონის შოთას თხოვნით ბატონმა ნაპო ზაქარაია. მან ჩამოიყვანა ფიტოლოგები და დადგინდა, რომ ეს ცაცხვი მე-6 საუკუნიდან ხარობს ამ ადგილას.
იყო წლები, როდესაც დიდი სისხლის ზღვაც მოხდა. პირველი ეს მოხდა 1905 წელს, როდესაც სენაკს ალყა შემოარტყა გენერალ ალიხანოვის დამსჯელმა ექსპედიციამ და ძირფესვიანად გადაწვა მთელი ქალაქი. ეს დიდი ტრაგედია იყო მაშინ, მას გამოეხმაურა ქართული პრესა, არ დარჩენილა არც ერთი საზოგადო მოღვაწე, რომელმაც ხმა არ მოიღო ამ ვანდალიზმის წინაშე. მეორე დიდი ტკივილი ეს იყო 1924 წლის აჯანყება. სენაკი თავისი ბედით აღმოჩნდა ერთ-ერთი ფორპოსტი ჭიათურასთან ერთად ამ აჯანყების. ათასობით კაცი გამოვიდა. დღეს როგორც ირკვევა, თურმე ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო და ძალიან კარგად იცოდა ჩეკამ. ყველაფერი აბსოლუტურად და მათ მიუშვეს, მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი ის იყო, რომ პატრიოტული სული საზოგადოებაში იმდენად მაღალი იყო, რომ როდესაც ბოლშევიკებმა საბოლოოდ უკვე 24 წელიწადის გადაწყვიტეს და დაიწყეს ქართული სულის ჩაკვა და სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტის ჩაწიხვა, აქ ხალხმა ხმა მოიღო. როგორ არ გავიხსენოთ ქართული სამღვდელოების, სენაკელის სამღვდელოების წარმომადგენლები, რომელიც აჯანყებულ ხალხს უძღოდნენ წინ. 3 დღის განმავლობაში აჯანყებულებს ხელში ჰქონდათ ქალაქ სენაკი და შემდეგ დატრიალდა ის, რომ მდინარე ცივისა და ტეხურის პირა მოირწყო დანაშაულო ხალხის სისხლი, პატრიოტების სისხლი. ათასობით კაცი იქნა გასახლებული, განადგურებული ოჯახები. წლების განმავლობაში მოუშუშებელ ჭრილობად დარჩა ის, რაც მოხდა სენაკში 1924 წელს. აფხაზეთი 1993 წლის 26 სექტემბერი. სოხუმის დაცემამდე წუთებია დარჩენილი. ეს სახეები, ეს თვალები და გამოხედვა იმ გმირებისაა, რომლებმაც სოხუმი უკანასკნელებმა დატოვეს. ჩვენს თვალწინ დაიბადა ჩვენი დროის გმირი ჟიული შარტავა. სენაკელი იყო. აქ დაამთავრა სკოლა, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. კარგი ორგანიზატორი იყო, მკაცრი, მაგრამ საქმიანი და სამართლიანი. 2004 წლის 27 ნოემბერს ჟიული შარტავას დაბადების 60 წლის თავზე მისივე სახელობის მუზეუმი გაიხსნა. გამოფენილია საქართველოს ეროვნული გმირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და მემორიალური მასალა. ექსპონატთა უმრავლესობა მუზეუმს ჟიული შარტავას ოჯახის წევრებმა და მისმა მეგობრებმა გადასცეს. 2005 წლის 16 სექტემბერს ამერიკული კომპანია East Wind-ის წარმომადგენლებმა მუზეუმს სტანკერ ჟიული შარტავას მაკეტი აჩუქეს. აქ ინახება აკაკი წერეთლის ბიუსტი, რომელიც ჟიული შარტავა მე-9 კლასში სწავლისას გამოაქანდაკა. წონა 2.80, სიგრძე 50 სანტიმეტრი. ახალდაბადებული გენადი კოდოა კიზირიების ოჯახის მეორე ვაჟია. მადლობელი ვარ ყველას, აქაური პერსონალის, ექიმების. ღვთისმწყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარება. და ძალიან მინდოდა გოგო, მაგრამ რა ვქნა, ვეცდები იმედია მესამე გოგო იქნება. გენადისთან ერთად სენაკის სამშობიარო სახლში კიდევ 17 ბავშვი დაიბადა, უმეტესობა გოგონა. მორიგი ექიმმა თეა კვარაცხელიამ 10 ახალშობილი სახლში უკვე გაწერა. შრობადობა ძალიან მომატებულია ჩვენთან. თვეში სადღაც დაახლოებით 120-140 ბავშვი ყავს ჩვენ სამშობიაროში. მთელი ზუგდიდი, სენაკის რაიონის თავისთავად მარწყვილი, აბაშა, წალენჯიხა, გალიდანაც გადმოდიან ძალიან ბევრნი. მთელს დასავლეთს ემსახურება ჩვენი სამშობიარო სახლი. სამშობიაროში ყოველთვიურად დაახლოებით 120 ბავშვი იბადება. წელიწადში კი სტატისტიკის მიხედვით სამეგრელოს რეგიონს 3000-მდე ახალშობილი ემატება. სპორტის სასახლე სენაკში 5 წლის წინ აშენდა. მოგვიანებით მას სასპორტო სკოლა და საჭადრაკო კლუბით შეუერთდა და რაიონის სასპორტო გაერთიანება ჩამოყალიბდა. რაგბი, ჭიდაობა, კალათბურთი, ჭადრაკი, კრივი, კარატე, ტაიკვანდო, მაგიდის ჩოგბურთი. სპორტის სამსახიობებში სავარჯიშოდ აქ სენაკის გარდა რეგიონის სხვა რაიონის ბავშვებიც დადიან, რომელთა წარმატებებსა და მიღწევებზე 18 მწვრთნელი ზრუნავს. სენაკელის სპორტსმენები საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებშიც აქტიურად მონაწილეობენ. ყველაზე ძლიერი წარმატება ჩვენ სენაკელებს გვაქვს ვერძნომაურ ჭიდაობაში. ჩვენ გვყავს საქართველოს ჩემპიონები. სულ მთლიანად სენაკში სხვადასხვა ხაზით არიან 50-ზე მეტი წარჩინებული სპორტსმენები. თავისი ისტორია აქვს სენაკში კარატესაც. აქვთ როგორც ეროვნულზე, ისე მსოფლიო და ევროპაზე წარმატებები. ნაკრების წევრები იყვნენ სხვადასხვა წლებში. 500-მდე მედალი მაქვს აღებული აი ამ წლების განმავლობაში, რაც ეს კლუბი არსებობს.
უკვე 30 წელია ელგუჯა ჩემია სპორტის სამსახიობის მოყვარულებს ავარჯიშებს. დღეს მას შავი ქამრის 25 მფლობელი და საერთაშორისო კლასის ოსტატი ჰყავს. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი მეგა უკვე 15 წლისაა. ყველაფერი კი მეუღლეების ეკატერინე გაბრավასა და მამუკა მეცხიშვილის სახლში დაიწყო. ქართული ნაციონალური ცეკვით დაინტერესებული სამი ბავშვის ინდივიდუალური გაკვეთილები ჯგუფურ მეცადინეობაში გადაიზარდა და ქორეოგრაფიული ანსამბლით შეიქმნა. სახელწოდება მეგა საკუთარი გვარების საწყისი მარცვლების გაერთიანებით შეარჩიეს და მეცხიშვილი გაბრավას წყვილის წარმატებებიც აქედან დაიწყო. არც ერთი ფესტივალიდან ანსამბლი პრიზის გარეშე არ დაბრუნებულა. 14 ოქროს მედალი, 3 რესპუბლიკური და 1 საერთაშორისო გრან-პრი. დღეს მეგა სტუდიაში ქართულ საცეკვაო ფოლკლორს 120 ბავშვი ეუფლება. ქართულთან ერთად პატარა სენაკელები სოფლიო ხალხთა და სპორტულ სამეჯლისო ცეკვებსაც სწავლობენ. სენაკის მართლმადიდებულ სკოლა-გიმნაზიაში ყოველი დღე საეკლესიო ზარის დარეკვით იწყება. გიმნაზია წმინდა ალექსი შუშანიას სახელს ატარებს. სენაკში დაბადებული წმინდა ბერის სახელობისაა სკოლის ეზოში მდებარე ეკლესიაც, რომელიც ბიზნესმენ დემურ გადელიას დახმარებით აშენდა. წელს მისაღები ყავს 51 მოსწავლე და განაცხადი არის 120. ანუ საზოგადოება მოსწონს ჩვენი სკოლა-გიმნაზია, ამოსწონს ის, რასაც აკეთებს ეს სკოლა-გიმნაზია და ამიტომაც მოთხოვნილება ძალიან დიდია. სასწავლო პროცესი სენაკის მართლმადიდებულ სკოლა-გიმნაზიაში სხვა საჯარო სკოლების მსგავსად ეროვნული სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს. აქ ბავშვები სხვადასხვა უცხო ენას ეუფლებიან. უტარებენ ცეკვის გაკვეთილებს და გაერთიანებული არიან რაგბის წრეში. გაკვეთილების ცხრილში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს რელიგიის სწავლებას, თუმცა მიდგომა აქაც თავისებურია. მეუფეს ამ საკითხის მიმართ სხვანაირი მიდგომა აქვს. აუცილებელი კი არა რაღაც დოგმატები ვასწავლოთ ბავშვს. ბავშვს უნდა ვასწავლოთ ისე ცხოვრება, რომ ის თვითონ მიუახლოვდეს უფალს და აი მან დაინახოს ჩვენგან სითბო, სიყვარული, ნახოს ქრისტიანობა რა არის, რომ მას თვითონ მოუნდეს, რომ გახდეს ასეთივე. ეს სკოლა არის იმით განსაკუთრებული, რომ აქ ძალიან კარგი გარემოა, ასევე არიან კარგი პედაგოგები, რომლებთაც შეუძლიათ სიხარული და სითბო მოგანიჭონ. მეუფე ზრუნავს ჩვენზე და როდესაც ჩვენს სკოლაში რაიმე მნიშვნელოვანი ხდება, მეუფე სულ არის ჩვენს გვერდზე. იმიტომ მომწონს, რადგან აქ არიან ისეთი მასწავლებლები, რომლებიც ჩვენ გვეპყრობიან თბილად. საეკლესიო კალენდრის მიხედვით არის შედგენილი შუადღის ტრაპეზიც. გაკვეთილებს შორის გათვალისწინებულია განტვირთვაც. აქვე სკოლაში ამზადებენ ბავშვების საშინაო დავალებასაც. სკოლაზე მოთხოვნილება მაღალია, ფართი კი არასაკმარისი, რის გამოც მომავალში გიმნაზიის გაფართოებაც იგეგმება. ახალი კორპუსის მშენებლობა სავარაუდოდ სასწავლო წლის დასასრულისთვის დაიწყება. აქ მოღვაწეობდა უდიდესი მოსაგრე, ღირსი მამა ალექსი შუშანია, რომელიც იყო თამამად შეიძლება ითქვას ბოლო საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მასწავლებელი მონაზვნობის, ქართული მონაზვნობის და მან თავისი ღვაწლით განაპირობა მონაზვნობის გადარჩენა მე-20 საუკუნეში. ის იყო დაყუდებული მოღვაწე, იყო პოეტი, იყო მწერალი, იყო უდიდესი მოაზროვნე და რაც თავარია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იგი ღმერთმა მოავლინა ყველაზე დიდი დევნის წინა პერიოდში, რაც იყო ბოლშევიკური ხელისუფლების მიერ ეკლესიის დევნა და აი მისი მოღვაწეობით და შემდგომ მისი მოწაფეების მეშვეობით მან განაპირობა ქართული მონაზვნობის გადარჩენა და ასევე აქედან გამომდინარე საქართველოში საეკლესიო ცხოვრების გადარჩენა, უპირატეს ყოვლისა სამეგრელოში. მე აქ შუშანიას სავანეში მოვედი 1991 წელს. მრევლის დახმარებით ამაშენეთ ეს მუზეუმი მამა ალექსის და ვცდილობთ, რომ უკეთესად გავხადოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, თუ შვილიშვილებმა უფრო უკეთესად გაიცნოთ ჩვენი წინაპარი. აქ ახლა ბრძანდება მიტროპოლიტი მეუფე შიო. არის ახალგაზრდა, ენერგიული და უხარია და აკეთებს ყველაფერს. თუ რამე არის მამა ალექსის არქივები გამოსწრიკა ყველაფერი და წინს უშვებს და ძალიან ენერგიული ადამიანია, გიხარია მე და ზოიას ნინას, რომ ასეთი
მიტროპოლიტი ეპისკოპოსი ყავს სენაკს და ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის ახალგაზრდა კაცი ასე დაინტერესებულია წინაპრის ისტორიით და მათი ცხოვრებით. მემკვიდრეობა სულიერი მისგან მომავალი აღმოჩნდა გადამწყვეტი მე-20 საუკუნის პერიოდში. საკმარისია დავასახელოთ ისეთი მოღვაწეები, რომლებიც იყვნენ ალექსი ბერის მამა ალექსის მოწაფეები, არქიმანდრიტი ღირსი მამა გიორგი მხეიძე, ბეთანიელი მოღვაწე, აღსარებელი ექვთიმე ღირსი, რომელმაც ქართული საგალობლები გადაარჩინა, არქიმანდრიტი შიო ძიძავა, რომელიც სენაკში მოღვაწეობდა, სხვათა შორის და თეკლათის მონასტერში განისვენებს, რომელიც იყო ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სულიერი მოძღვარი. გაიცათ 150 წელი შესრულდება ამ დიდი მონასტრის, ღვთისმშობლის შობის სახელობის თეკლათის დედათა მონასტრის. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოში საერთოდ არ არსებობდა დედათა მონასტერი. ამიტომ, როდესაც დედებმა სალომე თავდგირიძემ, ათანასია სალაყაიამ და მათთა თანამოსაგრეებმა გადაწყვიტეს აქ მონასტრის აშენება, ეს არ უნდა ყოფილიყო მარტო როგორც სულიერების კერა. აუცილებლად მონასტერს უნდა ეტვირთვა საგანმანათლებლო ფუნქციაც და სწორედაც ასე მოხდა. იმდენად განითქვა სახელი, რომ იმერეთის სოფლებიდან, ქალაქებიდან, სამეგრელოს, გურიიდან მოიღწოდნენ დედები, ემკვიდრებოდნენ აქ და ცხოვრება მათი შრომასა და ლოცვაში ტარდებოდა. თეკლათის მონასტერს გააჩნდა განსაკუთრებული სამგალობლო ტრადიციები. უდიდესი სკოლა იყო თვით წმიდა ფილიმონ ქორიძე, რომელიც სტუმრობდა თეკლათის მონასტერს. მან შეიტყო, რომ აქ არის განსაკუთრებული კილოები შემონარჩული ძველი ქართული საგალობლების და ასევე საერო სიმღერების. იგი ჩამოგზავნდა სპეციალურად. წმინდა ფილიმონმა ბრძანა, რომ ესეთნაირად შესრულებული საგალობლები მას ჯერ არ გაუგონია. ესეთ ჰარმონიულად, ესე მაღალ დონეზე, ესეთი კილოები მას ჯერ არ სმენია. ვისაც კი ყავდა მოსმენილი ამ დედების ქართული საუბარი და მე მქონდა ბედნიერება, რომ ჯერ კიდევ 70-იან წლებში უკანასკნელი დედები მომესმინა მათი გალობისათვის 80-100 წლის მოხუცები, როგორ გალობდნენ, რა ქართულით საუბრობდნენ, თითქოს და ფრესკებიდან იყვნენ, ძველი ფრესკებიდან ჩამოსულნი. და სწორედ აი ამ დედებმა შეძლეს ის, რომ აქ დაარსეს ქართული საგანმანათლებლო კერა. ძბევს წერდნენ თეკლათის მოღვაწეობაზე, წერდა ილიას დროება, ივერია, წერდა სხვა გაზეთები, შინაური საქმეები, მწყემსი და აღნიშნავდნენ ყოველთვის აი ამ არაჩვეულებრივ გარემოსთან შერწყმულ დიდ სულიერ ცხოვრებას. მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მონასტერი ვერ დახურეს, უпростоროდ ოფიციალურად დახურეს, მაგრამ მონაზვნები ვერ გამდევნეს აქედან და ისინი თითქმის 80-იანი წლების დასაწყისამდე აი ეს ძველი თაობის მონაზვნები მოღვაწეობდნენ აქა და ამით გადაარჩინეს მონაზვნობა საქართველოში. და აქედან გამომდინარე გადაარჩინეს სამრევლო ცხოვრებაც. ამ მონასტრის უმთავრესი სიწმინდე გახლავთ იოანე ნათლისმცემლის თითის ფალანგი, რომელიც საბერძნეთიდან ჩამოაბრძანა დეკანოზმა გიორგი ახვლედიანმა, რომელიც იყო აფხაზეთის მთავარხუცესი. როცა გურთხევით მისი მაღალყოლადო სამღვდელოების სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის მეუფე შიოს წინამძღვრობით და დედათა დასის წინამძღვრობით დღეს გაგრძელებულია ეს ცხოვრება, იღწვის თეკლათის დედათა მონასტერი იმ დიდი დროით ქართული სულით, როგორც წინაპრებს ჩვენსას ჩვევია და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს ადგილი, ეს წმინდა კერა, არა მარტო საქართველოს, არა მარტო სენაკელებისაც, არა სულიად საქართველოსათვის იყოს ისეთი სულიერი სიმაღლის, როგორც იყო ჩვენი ტრადიციული მონასტრები. 54 ეკლესიის ახლო-მახლო გათხრებისას აღმოჩნდა ერთი უმნიშვნელოვანესი არტეფაქტი, ეს არის ქვა ჯვარის ნამტვრევი, რომელიც მიეკუთვნება მე-4 საუკუნის პირველ ნახევარს. მასზე არის ბერძნული წარწერა. ეს ცნობილია, რომ მაშინ
ბერძნული წარწერა იყო და ბერძნული წერდამწერლობა იყო საერთაშორისო ენა. ეს იყო დიდი ქართული ქალაქი. ქალაქი, რომელიც ეგრისის სამეფოს დედაქალაქი გახდათ და მასში არსებული ყველანაირი კულტურა, ეს ყოფითი იქნებოდა, სამეცნიერო იქნებოდა, საინჟინრო იქნებოდა, იყო ძალიან მაღალ დონეზე მთელი იმდროინდელი განვითარებული მსოფლიოს შესაძლებელი. საგაზაფხულო სამუშაოები დაწყებულია. საკარმი და მონაკვეთები პატარაა, დიდი ტრაქტორი ვერ ბრუნდება, ამიტომაც დავითაიები მიწას მამაპაპურად ხარითა და გუთნით ამუშავებენ. შრომის მოყვარე კაცს არც სარჩო არ გამოელევაო. ვეუბნება დიასახლისი და უსაქმოდ ვერც მოისვენებსო, მაგრამ თუ საკარმი და მონაკვეთის დასამუშავებლად თანამედროვე პატარა მოტობლოკი გვექნება, ეს შრომას გაცილებით შეგვიმსუბუქებსო. გარეთ ვაუჩერზე მოხნა ტრაქტორი რომ მოვა, იმის იმედი გვაქვს და მე ამის ვაუჩერზე სასოქს გამოვიტანთ და სრულ ყოფილად ვიქნებით. თუ ვიშრომეთ, კი გვაქვს და თუ არ ვიშრომეთ, ახლა სოფელში არა ის. მიწიან ფერმერთა დახმარების პროექტმა ხალხს შემოუბრუნა გული სოფლისაკენ. ახლა დაახლოებით წელს 11,000-მდე ბენეფიციარი დაკმაყოფილდა და მათ მიმდინარეობს უკვე ახლა მიმდინარეობს უკვე ხნის სამუშაოები და უკვე ის მიგრაციის პროცესი ფაქტურად შეწყდა აი ამ პროექტების შემდეგ. ჩვენ ახლა ვიყოფებით ტეხურის ულამაზეს ხეობაში, იმ ადგილას, სადაც ამოდის თერმიული წყალი. თერმიული სამკურნალო წყალი, რომელსაც რაიონის საზოგადოება წლების განმავლობაში კურნალობდა ამ წყლები და ეს წყლები არის საოცარი სამკურნალო თვისების განსაკუთრებით მენჯსახსროვანი სისტემით დაავადებული ავადმყოფებისათვის. ასეთი წყლები რაიონში ბევრია. ოდესღაც აქ როცა გაიხედავდით, იყო შესანიშნავი კომუნიკაცია, შეეძლო ხალხს მოსულიყო, დაესვენა ამ ულამაზეს შენობაში, მიეღო ეს თერმიული წყლის აბაზანები, მაგრამ სამწუხარო დრომ და გარემოებამ აბსოლუტურად აღგავას ყველაფერი. ეს პრობლემა უმტკივნეულესია რაიონისათვის, ვინაიდან არა მარტო აქ ტეხურის ხეობაში, არამედ იმდროინდელი საკავშირო მნიშვნელობის კურორტი მენჯი, შესანიშნავი კომუნიკაციები იყო, შესანიშნავი სანატორიუმები იყო აგებული, დღეს სამწუხაროდ იავარქმნილია. კურორტი იმდენად ცნობილი იყო, რომ მისი მონაცემები შეტანილი იყო მსოფლიო ენციკლოპედიაში. მსოფლიოს ყველაზე ცნობილ კურორტთა შორის. წლიურად იგი ღებულობდა 15-დან 16,000-მდე ავადმყოფს. ყოველდღიურად საბაზარო, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ემსახურებოდა დაახლოებით 1000 ადამიანს. კურორტებში გარდა ბალნეოლოგიური მინერალური წყლის, რომელიც გამოიყენებოდა სააბაზანოდ, აგრეთვე არის მინერალური წყალი, რომელიც გამოიყენება სასმელად და შესანიშნავად შველის ისეთ დაავადებებს, როგორც გასტრიტია, წყლულია, კუჭნაწლავის სხვადასხვა დაავადებებია. თურქული კომპანიიდან საინვესტიციო ჯგუფი იყო ჩამოსული, რომელიც სერიოზულად დაინტერესდა მენჯის თემით, შეისწავლეს საკითხი, წაიღეს მონაცემები, მასალები, სინჯებით წაიღეს წყლის, თუმცა უკვე ინფორმირებული იყვნენ და ჰქონდათ მონაცემები და თვის ბოლოს დაახლოებით 15-20 დღეში აპირებენ ექსპერტების გამოგზავნას და უკვე სერიოზულად ამ საკითხის განხილვას და უკვე ჩაშვებას პროექტის სახით. სენაკის ახლანდელი თეატრი 1958 წელს აშენდა. შიდა მოხატულობაც სენაკელ მხატვარს ეკუთვნის. ქალაქს დიდი თეატრალური წარსული აქვს. აქ მოღვაწეობდნენ ვასო აბაშიძე, ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, აკაკი ხორავა. დღეს სენაკის თეატრი აკაკი ხორავას სახელს ატარებს. რეპერტუარი არსებობს როგორც ქართული დრამატურგიის, ასევე მსოფლიო და კლასიკური დრამატურგიის მიხედვით. რეპერტუარში არსებობს 20-მდე სპექტაკლი, რომელსაც ჩვენ ფაქტიურად თეატრის დასი ყოველკვირეულად აწარმოებს სპექტაკლების ჩვენებას. მაყურებელი ავს თეატრს, მსახიობები ვართ
შემოქმედებითი დეფიციტი არ არსებობს პიესების დეფიციტი, არ არსებობს თქვათ მსახიობების, თუნდაც იმ მოყვარული მსახიობების, რომლებთან ერთადაც ჩვენ პროფესიონალები ვმუშაობთ სცენაზე. თეატრის ლამაზ შენობას რესტავრაცია სჭირდება. პროექტი უკვე შექმნილია და სენაკელები ინვესტორის გამოჩენასელია. ჟიული შარტავასთან ერთად დაამთავრა სენაკის მეორე საშუალო სკოლა ლიტერატურმა, აღმოსავლეთ მცოდნემ და მთარგმნელმა ჯემალ აჯიაშვილმა. უყვარდა საქართველო, ქართული ენა, კარგად იცნობდა, გრძნობდა ყოველ სიტყვას, ეძებდა ძველს, დაკარგულს, მივიწყებულს. თარგმნიდა ფსალმუნებს, ძველბერძნული, სპარსული და რუსული პოეზიის ნიმუშებს, დანტეს, პეტრარკას, რილკესა და მიქელანჯელოს სონეტებს. ბატონი ჯემალი იყო ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მოვლენა ქართულ ლიტერატურაში. ჯემალის თარგმნელობითი შემოქმედების მწვერვალია მისი ფსალმუნები. ეს არის საოცარი თარგმანი და წარმოვიდგინოთ, რომ თარგმნა იმ ქვეყანაში, სადაც არსებობდა გიორგი მთაწმინდელის გენიალური თარგმანები. მაგრამ რასაკვირველია, ძველ ქართულად და გავითვალისწინოთ ისიც, რომ ძველი ქართული იყო სულიერი ენა, იმიტომ რომ ხალხი სულიერი ცხოვრების შესატყვისად ცხოვრობდა. ჯემალის სასახელოდ უნდა ითქვას. მან ძველი ქართულის მადლის სიტკბო და მშვენება შეუფარდა თანამედროვე ქართულ სალიტერატურო ენას. მართლაც დიდებული დღეა. ქართველი ხალხი მადლიერებას გამოხატავს დიდი ქართველი მწერლის, პოეტის, საზოგადო მოღვაწის ჯემალ აჯიაშვილის მიმართ, რომელსაც 70 წელი შეუსრულდა. მას ძალიან დიდი სიყვარულით უყვარდა ქართული სიმღერა, განსაკუთრებით მეგრულ სიმღერებს განიცდიდა და სიყვარულით იგონებდა იმ წლებს, რომელიც მან საქართველოში, რომელიც მან სენაკში გაატარა, სადაც იყო დაბადებული და გაზრდილი. მშობლიურმა სენაკმა ჯემალ აჯიაშვილი დაბადების დღეზე 23 მარტს გაიხსენა. გარდაცვალებიდან მეორე წელს მისი 70 წლის იუბილე სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა. გაიხსნა რესტავრირებული სინაგოგა. სენაკის ცენტრში აჯიაშვილის სახელობის სკვერი მოეწყო. მეორე საჯარო სკოლის შესასვლელი, სადაც იგი სწავლობდა, მისმა სტელამ დაამშვენა. ყოველივე ეს კი საიუბილეო კონცერტმა დაასრულა. ჯემალ აჯიაშვილისადმი მიწვნილ კონცერტზე თეატრალიზებული კომპოზიცია წარმოადგინეს თბილისის საერო საშუალო სკოლა სადუნის ახსაზრდელებმაც. ბატონ ჯემალ აჯიაშვილის საღამოზე მოხვედრა. დღეს ჩვენმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს ჯემალ აჯიაშვილის როგორც კათოლიკური, ასევე შუა საუკუნეების ებრაული პოეზია. რამდენიმე წლის წინ ჩვენ ჯემალ აჯიაშვილის საღამო მოვამზადეთ, თუმცა დღეს მოხდა მისი, ასე ვთქვათ, განახლება და დაემატა შუა საუკუნეების პოეზია. ჩვენთვის როგორც მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იყო ეს პროცესი, იმიტომ რომ უფრო ახალი შევიმეცნეთ, ახალი გავიგეთ, ვეზიარეთ მის პოეზიას, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ქართველების და ებრაელების დამაკავშირებელი. ვფიქრობ, რომ ქართველებისა და ებრაელების მრავალ საუკუნოვანი ურთიერთობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჩემო ძვირფასო სენაკელებო, მიიღეთ ჩვენი ძალიან დიდი მადლობა უდიდესი კაცის ჯემალ აჯიაშვილის სახლის უკდავ ყოფის გამო. მართლაც ასე. მართლაც. ძალიან დიდი საქმე გააკეთეთ, ძალიან დიდი სიკეთე გააკეთეთ და ღმერთმა სულ სიხარული მოგცეთ.
ხის კედლები, კრამიტის სახურავი, მეგრული ყოფისათვის დამახასიათებელი ძველი ნივთები, შუა ცეცხლი, მუხისგან დამზადებული ტაბლა. ამ ყველაფერზე თენგის შომახია ბავშვობიდან ოცნებობდა. შემოგზავნით ოჯახში, ცოტა ერთი ორი ჭიქა დავლიოთ, მამამურად, კაცურად, ქართულად, მეგრულად. თხოვთ, შემოგზავნით. ძველი ნივთები წინაპრებმა დაუტოვეს, ბევრიც ახლობლებმა უსახსოვრეს. თავად რესტავრაცია გაუკეთა და კუთხური კოლორიტიც ოსტატურად გადმოსცა. აქ ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს. რასაც თქვენ ხედავთ აქ ნივთებს, ეს ყველაფერი არის გლეხური, მიწასთან დაკავშირებული იარაღები, სამუშაო იარაღები. შუა ცეცხლი ხლა ამის დანიშნულება საერთოდ ძველად მიწა იყო, ქვევი საერთოდ წითელი მიწა, დამუშავებული მიწა და იქ იდგა ხალხი, მაგრამ ცხოვრება ცოტა წავიდა წინ და ამიტომ მე აგურივი ვარჩიე. თავისი ისტორია აქვს საწნახელსაც. საუკუნოვანი ცაცხვის ხისგან ის თენგის შომახიას წინაპარს დაუმზადებია. მეგრული სამზარეულო სამეგრელოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ფქვილი, წყალი, მარილი, საფუარი და მცხობელის ჯადოსნური ხელები. მე ეს არის სუსტად მეგრული პური. აი ზოგიერთ უყურს ხრაშუნაპური. აი ვაგუნდავთ. რამდენად ჭიმავ და აი პირდაპირ ეს მოდის და ცხობა როგორც ხაჭაპური ცხობა ის. ჯადოსნური ხელები მეგრული სულგონისგან ყველაზე გამორჩეული კერძის მომზადებასაც სჭირდება. სანამ ის სტუმრისთვის განკუთვნილ სუფრაზე მოხვდება, მზარეულის ოსტატობა და დახვეწილი გემოვნებაა აუცილებელი. ესეც მეგრული საუკეთესო კერძი გებჟალია. ავიღებთ სულგუნს, დავჭრით ფენა-ფენა. დავადგამთ ოდნავ თბილ წყალს, ნელ ცეცხლზე. მერე ჩავყრით ამ წყალში და დავარბილებთ. რო დარბილდება, გადმოვიღებთ ჯამზე. გადავზილავთ ისევ, დავამატებთ პიტნას, მარილთან ერთად დანაყულს. მერე დავახვევთ, დავკეცავთ რამოდენიმეჯერ. დავჭრით და ჩავდებთ თავის ნახარ რძეში. თუ სულგუნს ჭკინტი ყველი ჩაანაცვლებს და მზარეული ცომსაც ოსტატურად მოახვევს, მეგრულ სუფრას კიდევ ერთი უგემრიელესი კერძი დაამშვენებს. ეს არის მეგრული კვერებია. ვამზადებთ ცომისგან ჩვეულებრივი იზილება წყლით და მარილით. შემდეგ ვაბრტყელებთ, მერე ვდებშიგდით ჭკინტ ყველს, მარილში ცოტა გარეული, მერე ვკრავთ აგერ ჩვეულებრივი შესაკრავით, მერე ვადუღებთ რძეს და ადუღებულ რძეში ვყრით. მერე მოვხარჯავთ 15 წუთი და ამოვიღებთ. შამფურზე შემწვარი გოჯი, ქათამი და რა თქმა უნდა ელარჯი, ღომში ჩაზერილი სულგუნი. Aris aseti